მოყვები, თქვენთვის დარწმუნებული ხართ თავად რომ მნიშვნელობა არ აქვს, რას ვიტყვი, რა არის სიმართლე, რა არის ჭეშმარიტება და რა არის სიხალვე ამ დარბაზში რაც ირკვევა თქვენი მოსამართლეობით. არ გეწინოთ, ესაც ფაქტის კონსტატაცია. ნახლა არ აქვს მნიშვნელობა. წინასწარი განწყობით ხართ ყოველთვის შემოსული ნებისმიერი საქმის განხილვის დროს, უბრალოდ საზოგადოება მინდა იცოდეს. საღამოს 9 საათზე დაახლოებით ვიმყოფებოდით, მეგობრებო, ორი მანქანით გადავადგილდებოდი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და 9 საათზე იყო სოციალურ პლატფორმაზე ეგრეთ წოდებული გადაცემა სახელწოდებით ორ ცეცხლს შუა, ასე ქვია. ამ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მივდიოდი სულ რაღაცა 2 კილომეტრი იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც მოხდა ჩემი გადაცემა და არანაირი დაკავება. გააჩერა მოულოდნელად ეგრეთ წოდებული საპატრულო ავტოსატანსტო საშუალება პატრულის ფორმაში გამოწყობილი ძალიან ნერვულ მდგომარეობაში მყოფ პირმა ძღოლს სთხოვა მართვის მოწმობა და ცხადი იყო მისი გამომეტყველებითაც რომ ყველაფერი აინტერესებდა გარდა მართვის მოწმობისა და აი ამ პროცესში როდესაც ჯერ კიდევ მართვის მოწმობა ძღოლს გადაცემულიც კი არ ჰქონდა მის ეგრეთ წოდებულ რაციაში კითხვა გაისვა რაც გავიგეთ მეც და ძღოლმაც ვიღაც ეთქობა მისმა ხელმძღვანელმა კითხა ობიექტი თუ იჯდა მანქანაში დასაგები იყო უკვე რა ხდებოდა და აი აქ არსაიდან დაახლოებით მე რაც დავინახე და შემდეგ შემიძლია თამამად თქვა ამიტომ რომ 11 ადამიანი იყო სამარშრუტო ფურგონში, სადაც მე ძალის გამოყენებით მომათავსეს, ვილად რო ვთქვა და გადავთვალე ძღოლის ჩათვით იყვნენ 11-ნი, ვინც გამიტაცა. არანაირი ნიშანი, წყალი, ისინი იყვნენ პოლიციელები, ან ქმედებაში, ან განმარტოებაში, ან საუბრის მანერაში, არის. შეიძლება როდესაც აკავებს პირს და განმარტო, ან თხოვ გადმოვიდეს მანქანით და მოხდა გადაცემა ძალიან აგრესიული ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატევა, ამის შემდეგ ძალის გამოყენებით მობილური ტელეფონის წარსება, მე ერთ-ერთის დაუყებელი სურვილი, რომ რაღაცნაირად იქნებ გაეცდა კოდი ჩემ ტელეფონზე და რამდენჯერმე ცდილობა ქონდა, რომ სახეზე მოეშვილა ეს ჩემი საკუთარი მობილური ტელეფონი, მაგრამ როგორც ჩანს, ბნელ სამარშრუტო ფურგონში ეს ვერ მოხერხდა, მინდა იცოდეთ, რომ ეს იყო რაღაცნაირი სამარშრუტო ფურგონი, სადაც იყო რაღაც საგანგებოდ ფარდებით შემკობილი, არაფერი არ ჩანდა შიგნიდან გარეთ. ახლა ამას თუ ეტანამი არ ვიცით რატომ მოხდა ეს. თქვენ იცით ალბათ და რუსიძემ და კიდევ ვინც დაგიგმა. თქვენ იმიტომ რომ გუშინ თავი მოიკალით და დღეს ჩანიშნეთ სხდომა და ადვოკატის თხოვნაზე რომ იქნება ორშაბათ დღეს ჩანიშნულიყო სასამართლო პროცესი ვინაიდან მას ხონდა სხვა სასამართლო პროცესები და პლუს რამდენიმე ლექცია როგორც გავიგე. თავი მოიკალით და დღეს ჩანიშნეთ. და ფორმალურად, კი ბატონო, ფორმალურად ხონდა გუშინ ღამის 12 საათამდე მე იყო გადახდის სხვადა. 9 საათზე გაიტაცეს სიდარის ადამიანი, რომელიც ეხლა თქვენ გელაპარაკებთ. და კითხვა არ გიჩნდებათ რა მოხდა. და უნდა დამისვათ ეხლა კითხვა რატომ და რისთვის არ მიხდი მე იმ უსამართლო გირაობს. ან ის გაინტერესებს, რაზეც პასუხი გააქვს. ის არ გაინტერესებს და როგორ აღუჩნდი. ვინ გამიტაცა პლუს მართალი ხალხი რომ მოდის და გიტაცებს დაუშვათ, არ გიტაცებს მართალი ხალხი, ხო, უნდა გაკავებდეს. ამას იღებთ ჯერეთის, თავად არიან დაინტერესებული. არათუ არ იღებდნენ გატაცების მომენტს. ორივე ავტომობილში, ერთში რომელშიც მე ვიყავი და მეორე თანხლებ ავტომობილში იყო ორი ვიდეო ჩამწერი დამონტაჟებული. ჩემ საკუთარ ავტომანქანაში და მეორე ავტომანქანაში იყო ასევე ორი, ანუ ჯამში 4 ვიდეო ჩამწერი. 4-ვე არის გატაცებული, დაზიანებული და გატაცებული გატეხილი. დაამტვრიეს. იმიტომ არ ენახათ, არ გენახათ თქვენ. ისეც არ იმოქმედებდა თქვენზე დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც ავიცი, ვიღაცაზე მაინც ხო იმოქმედებდა იქ. თქვენ ხანაშიაცაზე შეიძლება, გვერდით რომ იზრდით, შეიძლება. ხოდა, აი ეს არის რეალობა რაც მოხდა. თქვენ ახლა უნდა იმსჯელოთ. დაადგინოთ, ვინ არის თვალე და მართალი, და მე ახლა რაც ვქვი, ეჭი გეპარებათ? თქვენ რა სიმართლე უნდა დაადგინოთ, ჩემო კარგო.
ნუ გწინთ რომ ვერც მოსამართლედ გიწოდებთ თქვენ და ვერც ბატონოს დაგიძახით რა. იმიტომ კითხვა არ გიჩნდებათ რა მოხდა, როგორ აღმოჩნდა, მაგრამ არ მიყვეს, იმიტომ არ ვიცი, აბა ასობით ადამიანი ნაწამები მოყავდათ თქვენთან და თქვენ კოლეგებთან, ცხვირები ჩამწრეული და დანაწილი და იმას არ ეკითხებოდით, ვინ აწამა და ისე უშვიდით ადმინისტრაციულ პატიმრობას. ეს არის და ეს მინდოდა საზოგადოებას ვწოდნოდა. მეტი რა გითხრა? კითხვა აქვს ახლა თქვენთან. ანუ თქვენ გირაოს გადახდას აპირებთ და ამ საკალმო შემოშალათ. გირაოს გადახდა კი არა, მოსამართლე, ხო, გირაოს გადახდა რომ ეკითხები. ერთი წუთი. გირაოს გადახდა არ გადახდას და დაკავშირებით კითხავს რომ სვა. მე რაც ახლა მოგიყევი, ეს არ არის თქვენი საინტერესო თავი ხა სახში თქვენ. აბა თქვენმა ოჯახის წევრებმა მეგობრებმა იციან რომ მოსამართლე ხართ. და არჩევთ თქვენ და მართავს სიხალბეს და სიმართლეს, ხო წესი. არ გაგიჩნდათ ეხლა რაც მოვყევი მე კითხვა რა მოხდა, როგორ მოხდა, ეროვნებით განაცების მომენტი თავიდან ბოლომდე აღბეჭდილი საკუთარი ძალებით წინასწარ დამონტაჟებული რაც საჯარო არის და ბევრს აქვს ამის შესაძლებლობა თბილისში ავტომაგნებში ვიდეო ჩაწერები გაანაწილეს მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა ვიდეო ჩაწერა სხვადასხვის აი ამ ეწოდებულ მარშრუტკაში მოთავსების შემდეგ მობილური ტელეფონი არ გამოუხდიათ იქ ყოფ რამდენიმე ადამიანს და სხვადასხვა პირები კიდე სხვადასხვა მოკლე ვიდეოებს იღებდნენ და სიამაყით როგორც აგებ დატრენინგებულმა პირმა ახსენა სიამაყით განაცხადა რომ მე სიამაყით უგზავნიდნენ თავიანთ ხელმძღვანელობას ამ კადრს ან უშუალოდ დაკავების აი ეს პერიპეტი რომელიც ალბათ დიდხანს არ გაგზავნა მაქსიმუმ 30 წამი შევა 40 ეს ჩვენ გქონდა აღმოჩენილი გესმით თქვენ და ეს წაშალდეს გაანადგურეს ეხლა მეკითხებით იმას რაც მეკითხებით შეიძლება ესეც იყოს თქვენ ინტერესის სფერო მაგრამ ერთ-ერთი კითხვა იყო და შეგიძლია პასუხი არ გასცე შეგიძლია შეგიძლია არ გასცე პასუხი მე მაინტერესებს თქვენ კითხავთ უნდა კითხო და თუ არა არ არ ეს ყოფების შეკვეთა თუ არ გავშეკითხები როგორ აღმოჩნდა ერთი წუთი არ გავშეკითხა როგორ აღმოჩნდა ნომილია იმიტომ რომ საჯაროდ გავცემა ინფორმაცია თქვენი ადმინისტრაციული წესის დაკავების შესახებ ერთი წუთით არ შემოგვიყვება რა ადმინისტრაციული დაკავება არანაირი ინტერაქციაც კი არ გქონია გამარჯობა ნახვამის ვინ ხარ რა ხარ არანაირი ინტერაქცია არ მოხდა რა იცი დამასაც არ გაშირებ ჩვენ გავაკეთეთ ზუსტად მომართვა რომ თქვენ გამოყვანილი ყოფილიყავით სასამართლოს დონეზე დასაცრებად ჩვენ დაინახავთ ადმინისტრაციულ წესს. ეხლა რა შეიძლება იმ საკითხებზე? როცა ვისი თქვენი მოთხოვნის ბოდიში მე მოვისმენ. გიორგი კონდახიშვილის განცხადება. ეხლა რა შეიძლება იმ საკითხებზე? თქვენ ადმინისტრაციული დაკავებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებში ამის კანონიერებაზე არ გულები მიჟღერეთ. ეს არის ადმინისტრაციული რა ხო და გეუბნები ვიცი რომელი ხო და თუ ვიცი ერთ შემთხვევაში ვერ მიჟღერდი არა იმიტომ რომ არ გაქვთ ამის შესაძლებლობა არც გაინტერესებს, როგორც ადამიანს არ გაინტერესებს არასდროს როგორც მოსამართლეს. ეს საკითხები უნდა გააპროტესტოთ იმ სხდომაზე, სადაც თქვენს მიერ ადმინისტრაციული სამართლებრივი ჩადენის თუ არ ჩადენის. თქვენ თვითონ ჯერა. რაც შევხვდით ჯერა. ჯერა თუ რაღაც ადმინისტრაციული სამართლებრივი გამო გამიტავს ეს და შეუძლო მივაწერებ ვიღაცას. აი თქვენ ჯერა თქვენ არ ეკითხები დასასყარებელი არაფერი არ ჭირთ. თქვენ თავად ჯერა თუ არ ჯერა. ბატონო შვანგილა. მაინტერესებს თუ შეიძლება. გამძარდ. ბატონო სამადლო.